გითხრათ, თქვენი პოზიცია ამ შეშფოთებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, პარტნიორებს არ ისმით ის დისკუსია, რაც საქართველოში დაიწყო ამ თემაზე. თქვენი პოზიცია მის განცხადებაზე. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მათ შორის, როცა საქმე ეხება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ არ მოხდეს ზედმეტი ემოციების შემოტანა ამ დისკუსიაში. ვფიქრობ, რომ დისკუსია ძალიან კარგად და მშვიდად მიმდინარეობს. ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა აშკარა არის ამ საკითხის მიმართ და არის ძალიან მშვიდი განხილვა. მათ შორის ოპოზიციის რეაქციაც გვაჩვენებს ჩვენ, რომ მათი სიჩუმე განსაკუთრებით გაჩვენებს ჩვენ, რომ კრიტიკა რაიმე ამ საკითხის მიმართ არ აქვს. ერთადერთი არის, რომ ვერ ბედავენ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ჯერჯერობით ასეთ სახის ამ ხრივ აქვს გარკვეული შიში და მორიდება საკუთარი დავალებების მიმცემების მიმართ. ამიტომ საკითხი არის საკმაოდ ცხადი. ის ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილი არის საკონსტიტუციო ცვლილების და კონსტიტუციურ კანონის სახით, იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი. მთელი საზოგადოება იქნება ამ საკითხში ჩართული. რა თქმა უნდა, ის რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოება დაადგენს, ის არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დამტკიცდეს შემდეგ როგორც კანონი. დავაზუსტებ ამაც, ეს პარტნიორები, რადგან საუბრობენ, რომ შეშფოთებულები არიან, მათი ეს შეშფოთება პირდაპირ თვლილება დაისახება თუ არა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, საგარეო პრიორიტეტებზე, გულისხმობ იმას, მათგან ელოდებით თუ არა კრიტიკას და მათთვის რა არგუმენტები გაქვთ თქვენ, რატომ აპირებს ქვეყანა ამ ცვლილებების მიღებას? არგუმენტები მარტივი არის, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და ასევე ჩანს, რომ არის მსოფლიოში ტრენდი და ეს ტრენდები ჩანს, რომ საქართველოში ნელ-ნელა ინაცვლებს. მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ დროულად ამ საკითხთან დაკავშირებით დროულად ჩამოყალიბდეთ რა არის საზოგადოების პოზიცია, რა არის ის ჩარჩო, რომელშიც გვინდა რომ ჩვენი საზოგადოება და მისი მოწყობა სოციალური არსებობდეს. და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ხედავთ ჩვენ, რომ არის ქვეყნები, სადაც უკვე იმ დონემდე არის მისული, რომ უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლები და პოლიტიკური განცხადებები. აბსურდამდე არის ლამის მისული ეს დისკუსიები. აღარ გავიმეორებ ციტატებს და მაგალითებს, რომელიც არის, მაგრამ საზოგადოება და ის განხილვა, რომელიც დღესდღეობით ჩვენ საზოგადოებაში მიმდინარეობს, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს, საქართველოს მოქალაქეებს სურვილი არის, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული, ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საკუთარ ხალხს და უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებას და რა თქმა უნდა ამ პროცესში არის ეს. კიდევ ერთი თემა ჩემგან დამიკავზე მოვჩები, ნიკა გვარამისთან დაკავშირებით სტრასბურგმა არ მიიღო მისი სარჩელი და ის უკმაყოფილო არის ამით, ამბობს, რომ რუსთავი ორის საქმის შემდეგ აღარ იყოს მსგავსი გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენ როგორ ხსნით და ნიკა გვარამიას უკმაყოფილებას იცით? ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, თუ რამხელა ფარს ჰქონდა ადგილი, როდესაც ნახეთ ჩვენ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსებისგან. ნახეთ შემდეგ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალება ნიკა გვარამიას და ნახეთ, რომ მან ვერც კი გაბედა, რომ აეხსნა რა იყო საფუძველი შეწყალებისა. ნახეთ გამოხმაურებები ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსისა, რომელიც იწონებდა ამ გადაწყვეტილებას როგორც დეპოლარიზაციის ნაბიჯს და ხედავთ სად ვართ ეხლა. ეხლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, არანაირი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო. ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა და ალბათ ეხლა ვეტინგს მოითხოვს სტრასბურგის სასამართლოსი და იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოს გაყრიან მთლიანად და მოიყვანენ თავის მოსამართლეებს, აი ეს ადამიანი გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილის გარეთ. ერთი და მეორე დადასტურდა, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედარა მთლიან დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ მას საქმე ქონდა დამნაშავესთან და არანაირი კითხვის ნიშნები ამ საქმესთან არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ რაც ნახეთ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოში არის ის, რომ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე, დადასტურდა, რომ იყო პოლიტიკური мотиваცია მისი ციხიდან გამოყვანისა იმისთვის, რომ არეულიყო რაიმენაირად ის ყოფილიყო ის რადიკალური დღესდღეობის შემქმნელი. დღეს ნახეთ კიდევაც ეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ძალებმა გააერთიანეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორი კრიმინალი, რომელიც ორივე უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ.
ორივე შემთხვევაში ჩვენ გვიმტკიცებდნენ უცხოეთიდან რომ ნაბიჯი მათი ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოსვლისა არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ხედავთ რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი ორივე ხედავთ მათი დღესდღეობით რა არის ისინი თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას ისინი თავს ესხმიან იმ კურსს რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხრივ და ჯერ კიდევ ეს ჟურნალი არის კინო წინარი ვნახავთ ჩვენ ამ ორ რადიკალს ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებელი რასაც ქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა ამ შემთხვევაში კიდე ერთხელ დაგვიდასტურა ის რასაც ჩვენ სხვა საქმეებზეც ვამბობდით და მეც ხშირად ციტირებ ხოლმე რუსთავი ორის საქმეზე, მელიას საქმეზე, სააკაშვილის საქმეზე, ახალაის საქმეზე, სხვა საქმეებზე თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმა იყო ხოლმე ოპოზიციის NGO-ების და ზოგიერთი უცხოელი აქტორების მხრიდან, მათ შორის ზოგიერთი საელჩოების მხრიდან. წლების განმავლობაში 2015-დან დაწყებული, რაც რუსთავი ორის საქმე მაშინ დაიწყო, 2015-დან დაწყებული დღემდე ფაქტობრივად ყოველ ჯერზე არის ეს ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე, სხვადასხვა საელჩოების მონაწილეობით, ელჩების პირადი ჩართულობით და ქართველ მოსამართლეებზე თავდასხმებით და შემდეგ გადის წლები და ირკვევა რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა ვინც მას აბრალებდა პოლიტიკურ მიკორძოებას თუ ასე შემდეგ აღმოჩნდა მტყუანი. ახსნა აქვს ორი. ან გამოდის რომ ყველა ეს საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის საელჩო, სხვა ქვეყნების საელჩოები, NGO-ები, ოპოზიცია ან არიან მიამიტები და ვერ ერკვევიან საკითხში. ან არის სხვა უფრო არაკეთილსინდისიერი განზრახვა ამის უკან. და მე სხვა შემთხვევებზეც არაერთხელ მომიწოდებია, როდესაც ბოლოს იყო მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, იყო ოციონისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ყოველ ჯერზე მე მოუწოდებ ხოლმე საელჩოებს, რომ გამოვიდნენ და განმარტონ, რატო ქონდათ პოზიცია მართლმსაჯულებაზე თავდასხმისა მაშინ და აპირებენ თუ არა, რომ გამოთქვან წუხილი მაინც ბოდიში თუ არა. ახლაც დადგა ეს მომენტი, როდესაც აღმოჩნდა რომ მათ შორის ევროკავშირის ყოფილი ელჩის განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა ჩააყენეს კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმის საჭიროებისა და მიუთითა სახალხო დამცველის დასკვნაზე, რომელიც ამბობდა, რომ საერთო დანაშაული არ არსებობდა, ფაქტობრივად ამ ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა განაცხადა მაშინ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივაციით გამოტანილი განაჩენი. დღეს რაზმულად თქვა რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ცდებოდა ან ტყუოდა და მე გამიკვირდა გუშინ მოქმედი ელჩის განცხადება ვეტიკთან დაკავშირებით მე მოველოდი რომ ის წუხარებას მაინც გამოთქვამდა რომ ევროკავშირის საელჩომ იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა რასაც 2 წელია ხო ფაქტობრივად 2022 წელს იყო ეს განაჩენი 2 წელია ასეთი განცხადებების გამო თავდასხმის ობიექტი არის ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები და გუშინ ნაცვლად იმისა რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მოგვესმინა მწუხარება რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება იყო უსამართლო კონკრეტული მოსამართლეების მიერ არ იყო დაყრდნობილი ფაქტებზე და იყო დისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ ნაცვლად ამისა ვისმენთ რომ თუნდაც საჭირო არის ქართული მოსამართლეების კეთილსინდისიერება. აი თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი NGO სექტორი და გაიხსენეთ აი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მათი ტროიკების განცხადებები, როდესაც ამხანაგურ სასამართლოებს აწყობდნენ ამ საკითხებზე და გამოიტანეს განაჩენი და გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია არათუ მართალია ამ საქმეში, რომ დანაშაულიც კი არ არსებობდა თურმე. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ყოფილი სახალხო დამცველი, რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ აქ არათუ მართალი არის ნიკა გვარამია, აქ დანაშაულიც კი არ არსებობს და ამ ყოფილმა სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მედალი მიიღო, საფრანგეთის მედალი მიიღო და არის ტაშდაკრული ყოფილი სახალხო დამცველი და მისი ყოფილი მოადგილე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობს, ის ვინც ზუსტად ეს ყალბი დასკვნა მაშინ შეადგინა.
ამიტომ მე ვფიქრობ და ჩემი მოლოდინი არის რომ აი ეს თავდასხმები რომელიც ხდებოდა და სწორედ ეს თავდასხმები ქმნის მე შემდეგ ამ აღქმევს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მე გვიბრუნდებიან იგივე აქტორები ელჩები თუ სხვა უცხოელი აქტორები და გველაპარაკებიან აღქმევზე რომ საქართველოში არსებობს რაღაც აღქმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით საქმე იმაშია რომ ეს აღქმები თუ კი ვინმეს აქვს შექმნილი არის სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით ყოფილი ელჩებისა NGO სექტორისა რომელიც ფინანსდება შემდეგ ამ საელჩოებიდან და ამ წყაროებიდან რომლის დაფინანსების წყაროები კიდე ცალკე გაუმჭვირვალი არის და ეს პრობლემა კიდე ცალკე დგას და შემდეგ თავისივე მიერ შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწყვეს და რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მასე დღემდე მოქმედებს ამერიკის საელჩოს სანქცია და გვახსოვს ჩვენ რომ მაშინდელ ელჩის ხელმძღვანელობით საერთოდ ისიც კი იკადრა რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შემდეგ ველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე როდესაც სტუმარი მასპინძელ ქვეყანაში აი თავი დავანებოთ რომ კანონის უზენაესობას პატივს არცემ პარტნიორ ურთიერთობებს უბრალოდ ეტიკეტსაც კი არცემ პატივს რომ შენ ხარ სტუმარი და მასპინძელთან მიდიხარ და თხოვ ანგარიშს რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება და იმის გამო რომ ვიღაცა საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცა სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ ეს მოსამართლე დაასანქცირეს ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან გახადეს მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი ის მისი ოჯახი ვინმე ერთი მოიკითხა რა როგორ იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში ვინმე საერთოდ ადამიანები აინტერესებს როდესაც ესე ინსტრუმენტალიზება ხდება ამიტომ აქაც მოველი მე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან გააკეთონ განმარტება მოიხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს თუ ეს სანქციები კვლავ ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ და მეორე რას ეფუძნებოდა მაშინდელი რეაქცია მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობდა და გახსოვთ რომ შეწყალების შემდეგ რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უცხოელების კარნახით გააკეთა პირველი რაც იყო წითელი ხალიჩა დაუგეს და ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში წითელ ხალიჩაზე მიიღეს ნიკა გვარამია და შემდეგ სხვა პრეზენტაციებზე გვერდში ესხნენ და ძალიან მათი საყვარელი ადამიანი გახდა ამიტომ ეხლა განსაკუთრებით ვინაიდან მართლმსაჯულების საკითხზე ხავ ხედავთ რომ არის ორკესტრირებული კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მას შემდეგაც ვეტინგთან დაკავშირებით კაფიოდ ითქვა როგორც პარლამენტის ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ისე ქართული მოსამართლეების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების სამივე მშტომ განაცხადა რომ ვეტინგთან დაკავშირებით ჩვენ გქონდა მსჯელობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეებით ოპოზიციის მონაწილეებით შარშანაც იყო რამდენიმე დიდი კონფერენცია ახლაც გქონდა ბოლოს 9 პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობა ამ მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს არავის იმ მხარეს რომ არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევები რომელიც ასეთი რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ ვეტინგი საჭირო არ არის ეს ერთი მეორე ვეტინგი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მონაწილეობით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის ჩვენ აქ პოლონელი, ჰოლანდიელი და არ ვიცი ლიტველი ექსპერტების ჩართვას არავინ არ აპირებს და ეს არის მიუღებელი და მიუხედავად ამისა რომ ეს განცხადება გაკეთდა საკითხი დახურული არის ჩვენ ვხედავთ კამპანიას მათ შორის სოციალურ ქსელში NGO-ების დასპონსორებულ კამპანიას და ამაში იხარჯება უცხოური ფული კამპანია რომ კვლავ წამოწიონ საკითხი რომ საქართველოში მოსამართლეები დანიშნონ უცხოელებმა. ეხლა რაც შეეხება უცხოელ ექსპერტებს, ესეც მოვისმინე გუშინ განცხადება ევროკავშირის ელჩისა, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს ეწინააღმდეგება იმას, როგორც ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს, ეს ერთი. მეორე, უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც ვენდეთ, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით თუ სხვადასხვა ასე თქვა სურვილების გამოთქმით მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. აი უცხოელი ექსპერტები ეს იყვნენ. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცურა ჩვენ ეს იმედები. და ვნახეთ რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ ვინც ისინი გამოაგზავნა ჩვენთან.
აი ასეთ დობას როცა ასე შეარყევს და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული. Რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვები, რადგან ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ მოსამართლეები ქართულმა ხალხმა კი არ უნდა აერჩიოს. უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, აი ესეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც ჩემი წინდებით შემოიტანენ სახელ და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე, ვინ არ უნდა იყოს და წინდებით გაიტანენ, არ ვიცი მე, გასაუბრების შინაარს თუ რაზე არის საუბარი. ამიტომ კიდე ერთხელ მე ძალიან მწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ჩვენ დრომ გვიჩვენა 2015 წლიდან მოყოლებული. რუსთავი 2-ის საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ახლა გვარამიას საქმე ადასტურებს, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გქონდა ორკესტრირებული თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ უცხოელი დონორები, მათ მიერ დაფინანსებული NGO-ები და ნაციონალური მოძრაობა ერთად ესხმოდნენ თავს ქართულ მართლმსაჯულებას. ამით ქმნიდნენ აღქმას წლების განმავლობაში, რომ თითქოს არის რაღაც სისტემური პრობლემები, დღეს მოდიან და გვეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენ მართალი არგუმენტი არ გვაქვს, რომ აი არსებობს სისტემური პრობლემა, არსებობს ასეთი აღქმა. და შემდეგ მოწმედ მოაქვთ ის მადესკრიებელი კამპანია, რომელსაც თავადვე აწარმოებდნენ. და შემდეგ ვითომ ამას უნდა გასცეს ქართულმა ხალხმა პასუხი. ამიტომ კიდევ ერთხელ აქ მკაფიოდ ითქვა და თუ კი ვინმეს აქვს რაიმე არგუმენტი ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, თქვან, რატო არავინ არ ამბობს? მილიონი შეხვედრა შედგა, მათ შორის ღია და დახურული ქართველ NGO-ებთან და ოპოზიციასთან თუ უცხოელებთან, ყველასთან იყო და ვარწმუნებ ქართულ ხალხს. არც ერთ ასეთ შეხვედრაზე, როცა ვსაუბრობთ, ვერავის ვერ მოყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემისა პირიქით. ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, ის დონორები, ის NGO-ები, ის ოპოზიცია, რომელიც თავს ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, კონკრეტულად მიზანში ყავდათ ამოღებული ლაშა ჩხიკვაძე და ადამიანი ფაქტობრივად ცდილობდა მორალურად გაინადგურებინათ და ამაში იხარჯებოდა ევროპული და ამერიკული ფული. ეს ხომ არ არის ის, როცა ვსაუბრობთ რაღაც ევროპულ სტანდარტ, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული და დღეს არავინ არც კი კადრულობს ბოდიში მოიხადო. ამიტომ ვეტინგს ვინმე სადამ ამ სიტყვას ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს, ბოდიში მოუხადონ სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური წრეხის და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ საერთოდ სასამართლოთან დაკავშირებით. სასამართლო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით გავაგზავნებ სასამართლო მართლმსაჯულების ინდექსი. სასამართლო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით გავაგზავნებ. მაშინ როცა ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით განცხადებებს და არის მოწოდებით ეთნოსებებასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადამოწდეს მოსამართლეთა კავშირის ინდექსირება. გუშინ მოვისმინეთ ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ანუ ზოგადი კონტექსტი რომ ვთქვათ, თუ არ ვასრულებთ ამ რეკომენდაციას, როგორ გადაგვიქნება მანამ მოლაპარაკებების კრიტიკა. უყურეთ ჩვენ ერთმანეთს განვასხვავებთ რაღაც ცალკეულ საკითხებსა და ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს. ჩვენ მათ შორის, როდესაც გქონდა 12 რეკომენდაციას საუბარი, იქ იყო სხვადასხვა სახის მოთხოვნები სხვადასხვა კაბინეტებში, სხვადასხვა ჩინოვნიკების მხრიდან და ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ თქვენ გაიგივებთ ყოველ ნათქვამს სხვადასხვა ბიუროკრატისა ევროკავშირთან. ჩვენ ნახეთ მათ შორის ზურაბ ადეიშვილი როგორ დაიარება სხვადასხვა კაბინეტებში. ჩვენთვის ეს არ არის ჩვენთვის ევროპა ჩვენთვის სხვა ღირებულებები არის. მათ შორის გახსოვთ თქვენ რომ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე როგორც ერთ-ერთ წინაპირობაზე რეკომენდაციების შესრულებისა. ამას შეგვერდის შემოვლით, ხან ევროპარლამენტის ენით, ხან ვიღაცის ენით, ესე საუბრობდნენ. ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ კი კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ამას გარდა სხვადასხვა გზებით გვეუბნებოდნენ, ხანდახან დღესაც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს. და ამით საფრთხეში ჩავაგდოთ საქართველოს. თქვენ ნახეთ, რომ კანდიდატის სტატუსი გადაწყვეტილებამდე ორი თვითადრეს სექტემბერში ქალბატონი სალომე მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ბალტიის ქვეყნებში და მათ შორის გახსოვთ ლატვიის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს. და ამაზე შეთანხმებულია მთელი ერი, რომ სანქციების დაწესება რუსეთის ნიშნავს ესკალაციას და ომში შესვლას, რისკის გაწევას. მისმენთ ხოლმე გეუბნებით, ნახეთ რომ ჩვენ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა ზოგი საუბრობს ვეტინგზე,
ზოგი საუბრობს შეიძლება სხვა საკითხზე. ჩვენი გამოდივართ იქიდან, ჩვენ ევროკავშირის წევრი და სხვა ნაბიჯები ამ წევრობისკენ უნდა გადავდგათ ისე, რომ არ დავაზიანოთ ეს ქვეყანა. და ყველაზე კარგად ვიცით ჩვენ და ჩვენმა ხალხმა რა არ დააზიანებს ამ ქვეყანას. ზოგიერთ ბიუროკრატისთვის შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს ახლა მართლმსაჯულებას ჩვენ ასე დავაზიანებთ, ასე ერთ რამეს გავაკეთეთ, მართლა მეორე რამეს. ის ბიუროკრატი დღეს ერთ კაბინეტშია, ხვალ მეორე კაბინეტში იქნება და საქართველოს აქ იქნება კიდე მეტი ბევრი წლები და საუკუნეები. ამიტომ ჩვენ და ჩვენმა ხალხმა ეს არის სწორედ დემოკრატია, ვიცით რა აზიანებს და რა არ აზიანებს ამ ქვეყანას. ჩვენ ვთქვით რომ აზიანებს სანქციების დაწესება, მაინც გვეუბნებოდნენ რომ დაუწესეთ სანქციებიო, არ დავაწესეთ, გვაქვს კანდიდატის სტატუსი. გვეუბნებოდა ზოგიერთი მოყარე თუ მტერმოყარე, რომ სააკაშვილი გაგვეშვა საზღვარგარეთ, ანუ რეალურად ის უნდა გათავისუფლებულიყო და თითქოს ეს იყო წინაპირობა, ის ზის დღეს ციხეში ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. რატომ? იმიტომ ჩვენ განსხვავებით ოპოზიციისგან და NGO სექტორისგან, რომელიც ამბობდნენ რომ რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო და კითხვები არ დასვა და შენ ინტერესი არ იფიქრე, ჩვენ ესე არ ვიქცევით, მოქმედეთ ქართული ხალხის ინტერესით და ქართული ხალხის ინტერესი, როდესაც არის კარგად წარმოდგენილი, ევროკავშირი, არა ცალკეული ბიუროკრატები, ევროკავშირი 27 ქვეყანა, რომლებიც თავადაც კარგად ხვდებიან რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესი, იღებს საბოლოო ჯამში სამართლიან გადაწყვეტილებას. ამიტომ 9 პუნქტთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს დიალოგი ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ როგორ მოძრაობს საქართველოს ამ ხრივ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი კითხვები, რომელზეც გვინდა პასუხები, მათ შორის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმა და ასეთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ასეთი განწყობების შექმნა თითქოს არსებობს რაღაც პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეს რა თქმა უნდა არის დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მათ შორის ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიაქციონ ყურადღება, რომ თავად არ იყვნენ ამ დეზინფორმაციის ხელშემწყობი და გამავრცელებლები და ერთი და მეორე ჩვენ მუშაობთ და სამწუხაროდ მე თქვი კიდევაც ჯერჯერობით აბსოლუტურ ყრუკედელს ვაწყდებით როგორც ევროპული ისე ამერიკული ზოგიერთი ფონდისგან ვითხოვთ გამჭვირვალობას მათი დაფინანსების და დღემდე მალავენ ევროპის დემოკრატიის ფონდი და ამერიკის დემოკრატიის ფონდი დღემდე მალავენ თავის დაფინანსებას საქართველოში ჩვენ შარშან თქვით რომ გვიმტკიცებდნენ მათ შორის გახსოვთ თქვენ ელჩებთანაც ქონდა შეხვედრა მაშინ კანონის ინიციირების დროს გვიმტკიცებდა თითქოს ყველაფერი არის გამჭვირვალე არ არის საჭიროება კანონის ისედაც ყველაფერი ცხადია დღეს ოდესაც იგივე ელჩებს ველაპარაკები ვეღარ ამბობს იმას რომ წინანაში ყველაფერი გამჭვირვალეა ვინაიდან უკვე არის საყოველთაო თანხმობა საზოგადოებამ დაინახა ეს ელჩებმაც დაინახეს და NGO-ებიც კი ვეღარ საუბრობენ ამ საკითხზე პარტიები უკვე აღიარებენ პირდაპირ რომ ერთი არსებობს ყალბი NGO-ები, პარტიულები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მეორე, რომ არსებობს ამერიკული და ევროპული ფონდები, რომელიც იატაკქვეშა მეთოდებით, პირდაპირ რუსული მეთოდებით აფინანსებენ საქართველოში სხვადასხვა NGO-ებს და მალავენ ამ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ მე პირად შეხვედრებშიც არაერთხელ მომიწოდებია მათთვის და ზოგიერთი მპირდებოდა მე რომ გაასაჯაროებდნენ, შემდეგ ბიუროკრატიულ რაღაც ლაბირინთებში ხლართავდნენ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი მალავენ დაფინანსებას. კიდევ ერთხელ კეთილ საქმეს დამალო არ უნდა და ვინც მალავს თავის საქმეს, ესე იგი ამის უკან არ დგას კეთილი აი მართლმსაჯულება და ამის შემდეგ შეიძლება ბატონიშობა ადგილზე და პროცესში მისამე ადგილზე რა ზემეთულებს ეს უბრალოდ ან ინფორმაცია 11 წლის განმავლობაში 69 ადგილით არის ქვეყნის ინდექსი გამოთავისებული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს თავის სიმართლეში არის მართალი და წელგამართული და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმართლეს ჩვენ აუცილებლად გავიტა. ის ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი და ყველა კვლევა აჩვენებს, მათ შორის აი ეს ბოლო კვლევა აჩვენებს ცალსახად, რომ ქართულ მართლმსაჯულებას როდესაც დაყრდნობილი არის ესათვის მოსაზრება არგუმენტებზე და არის მტკიცებულებებზე დამყარებული კვლევა, ყველა აბსოლუტურად ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არათუ არსებობს რაღაც სისტემური პრობლემები და გამოწვევები, რომელზეც სამწუხაროდ საუბრობს ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოში, რაც არის დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, არათუ სისტემური გამოწვევები არსებობს. პირიქით, საქართველოს ლიდერია და არათუ ლიდერი რეგიონში. ლიდერი არის მათ შორის ზოგიერთ და არათუ მხოლოდ ლიდერი კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ ლიდერი არის მათ შორის ხანდახან ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანასთან მიმართებითაც.
ასე რომ ამ ხრივ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და მე სწორედ ის ფაქტი რომ მიუხედავად აი ამ მტკიცებულებებზე დამყარებული ბევრი კვლევის ეს ერთ-ერთი კვლევა არის იმ ბევრი კვლევისგან რომელიც ქვეყნდება ხოლმე და მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი დაჟინებით საუბრობს არგუმენტების გარეშე სისტემურ პრობლემებზე ეს რა თქმა უნდა ჩვენში აჩენს კითხვებს თუ რა მოტივაციები დგას ამის უკან თან ამ დაჟინებული გაცხადების უკან დგას რომ იცით რა რეფორმა ჩაატარეთ თქო თქვენ კი არ ჩაატაროთ თქვენ ამისი უნარი ცოდნა არ გაქვთ თქვენ არ ხართ სანდო ხალხი ჩამოვალთ ჩამოიყვანთ ჩვენ ექსპერტებს, როგორც პოლონელი ექიმები ჩამოიყვანეს, აი ესე ჩამოიყვანთ ჩვენ ექსპერტებს, დაგინიშნავთ მოსამართლეებს, ამასაც ამოვე რომ გადამწყვეტი სიტყვა გქონდეთ, ჩვენ დაგინიშნავთ ქართულ ხალხს, ვინ იყოს თქვენი მოსამართლე, მერე გვეტყვიან ალბათ ვინ იყოს თქვენი პროკურორი, მერე იმასაც გვეტყვიან ვინ იყოს ჩვენი დეპუტატი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს უნდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი სახის უსამართლო თავდასხმები ქართულ დემოკრატიაზე შეჩერდეს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აი ამ განცხადებას უკან დააკვირდით ნებისმიერ განცხადებას. იქნება ეს ელჩი, იქნება ეს NGO, იქნება ეს ოპოზიციონერი. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ისაუბრებენ სისტემურ გამოწვევებზე ქართულ მარცხნივ, დაუსვით მარტივი კითხვა. რითი დასტურდება ეს სისტემური გამოწვევა? ამ მარტივ კითხვას სვავ მე პირადად, როგორც დახურულ შეხვედრებზე, ისე გიათ შეხვედრებზე ვერავინ ვერ მცემს პასუხს, არის დახურული მანკიერი წრე, ერთი მიუთითებს ვენეციის კომისიის რაღაც ანგარიშზე, ვენეციის კომისია მიუთითებს NGO-ებზე, NGO-ები მიუთითებს ოპოზიციაზე, ოპოზიცია რაღაცაზე, აი ესე დახურულ ლაბირინთებში აბნევენ ქართულ საზოგადოებას, რაც არის კიდევ ერთხელ არასწორი ქმედება და მნიშვნელოვანი არის რომ ყველა დაუბრუნდეს მტკიცებულებებით საუბარს და არა თავდასხმას ქართულ მარცხნივ. მე მინდოდა მეკითხა, რახან ჩემი დრო მოვიდა, თუ შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და 12-იანებად რომ უპასუხოთ, ცოტა მოვაცროთ. პირველ რიგში არის თუ არა პოლიტიკური ცილისწამება თქვენი მხრიდან, როდესაც ქართული ოცნება ადანაშაულებს ნიკა გვარამიას ჯგუფს იმისთვის, რომ თითქოს გვარამიამ მოაწყო რაღაც პროვოკაციები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ყოველთვის, როდესაც საზოგადოებრივი მათ გულისხმობ კი, როდესაც საზოგადოებრივ პროტესტს ხედავთ, რატომ გსურთ ხოლმე, რომ ეს ადამიანები მიაწეროთ, რომ ვიღაცა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააორგანიზა. ეს ყველაფერი რომ მართლაც დაორგანიზებული ყოფილიყო, მაშინ კახაკალაძის სიტყვით გამოსვლის დროს რატომ არ მოხდა ეს რეპლიკები და რატომ მოხდა მხოლოდ კობახიძის მისამართით. პოლიტიკური ცილისწამება არის თუ არა და რითი ადასტურებთ, რომ ეს ასეა ნამდვილად თუ ცილს არ სწამებთ ამ ჯგუფს? იმიტომ ქართული ხალხი ასეთი არ ვართ. და ის რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, ეს არ არის ქართული საქციელი და თავათვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, შეცვალე ორგანიზაცია, რომელიც არ ვიცი ვისგან ფინანსდება, იმიტომ რომ დაფინანსებები, როგორც იცით, გაუმჭვირვალე არის ჩვენ ქვეყანაში უცხოური და დღეს გახლავთ სწორედ ნიკა გვარამიას გუნდის წევრები არიან. ქართველები ასე არ იქცევიან. ქართველები როგორც იქცევიან, ეს გამოჩნდა სტადიონზე, სადაც 50,000 ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვინ დაიწყო, ვისი სურვილი იყო და ნახეთ შემდეგ სოციალურ ქსელში, ზუსტად ეს ხალხი ნაციონალურ მოძრაობის თაობა, ასე ვთქვათ, თუ გუნდი არის, ვისაც შემდეგ უნდა რომ ჩააშხამოს. როგორც კი რაღაცა სიხარული ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცა ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ მათ, ეს არის რომ რაიმენაირად ჩააშხამონ ეს დღესასწაული. და ჩვენ ვნახეთ გუშინ სამწუხაროდ, გუშინ წინ სამწუხაროდ აი ეს ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია მორალისგან, ქართული მორალისგან, რომელიც ამ დროს როცა ზეიმობ ადამიანი ჯერ ეს ერთი რომ აი როგორი ბოროტი უნდა იყოს სულით ადამიანი ეს დაგეგმო მე ეს განახორციელო და მე ამის თავი მოიწონო და ნახეთ თქვენ სოციალურ ქსელში ამ მოძრაობა რა ქვია შეცვალე თუ არ ცდები ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფთა რომელიც ეხა გვარამიას პარტიის წევრები არიან თუ რა ვიცი მისი ჯგუფის წევრები არიან ეხა ზოგი ის ადამიანები პირდაპირ ნახეთ შედის სოციალურ ქსელში აი ასეთი განწყობა რო გექნება ადამიანს შენი ქვეყნის, შენი ნაკრების, შენი გამარჯვების მიმართ, აი ესაჩვენებს სინამდვილეში რატომ უნდოდა ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია რომ ყოფილიყო გარეთ, ზუსტად ასეთი პროვოკაციები დააორგანიზონ. ესეთი რაღაცები გაგრძელდება, იმიტომ რომ მიზანი იმისა რომ სალომე ზურაბიშვილი ეძულებინათ რომ მას შეეწყალებინა ნიკა გვარამია ეს იყო მიზანი იმის რომ გირავ გადაიხადა
ევროპის დემოკრატიის ფონდმა ნიკა მელენს სწორედ ეს იყო, რომ ასეთმა ადამიანებმა აორგანიზონ ასეთი პროვოკაციები, მაგრამ იქ საკადრისი პასუხიც მიიღეს ხალხისგან, იმ მაგ ჯგუფმა ზუსტად. და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი გასცემს უყურეთ აი თქვენ რომ ამ კითხვას ვსვავთ, ესეც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ქართველები არ იყვნენ უყურეთ საქართველოს მოქალაქეს პროტესტი ქონდეს. უყურეთ აი სწორედ საქმეც მაგაში არის, რომ შეიძლება ვიღაცა მოგწონდეს, არ მოგწონდეს, გძულდეს, ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანი რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. აი ეს არის აქსიომა ჩვენს ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ შექმნილი არის გარკვეული კასტა ადამიანების, რომლებიც ამის მკადრებლები არიან. ამას არავინ არ იკეთებს, სხვათა შორის მათი ლიდერებიც არ იკადრებდნენ ამას. აი ნახავთ, ხო პარლამენტში მოვლენა რა გვექნება მომავალ სხდომა. ნახავთ განწყობა შიგნით, იკადრებს ამას ვინმე, რომელიმე მათი და მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს მათი ლიდერები, ნაციონალური მოძრაობის და ლიდერები სწორედ ამას აკეთებენ, რომ ზიზღს აღვივებენ საკუთარ ასე ვთქვათ გუნდის წევრებში თუ ვინც არიან მათი მიმდევრები ზიზღს ადამიანის მიმართ ზიზღს აღვივებენ, რომ ასეთი რაღაცები იკადრონ. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა სირცხვილია. არის ორგანიზაცია სირცხვილია და მივიდნენ ახლა ის ორგანიზაცია მივიდეს ორგანიზაცია შეცვალისთან და უყვირონ სირცხვილია. ლაზარის პროცესთან დაკავშირებით რა ერთი წელი გავიდა უკვე ამ პროცესისგან და კიდევ ერთხელ რომ გამოსცემთ. სავაზუსტად ჩვენ რა მოიგონებთ საქართველოს პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს პროგრამ ასე რომ არის სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებთ. ეს მე მგონი ჩვენ მივხვდით უკვე დიდი ხანია და ეს დადასტურდა მათ შორის გუშინ წინ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, როდესაც აღმოჩნდა კიდე ერთხელ დადასტურდა უფრო სწორედ, რომ ის იყო ჩვეულებრივი დავალება, რომელიც მან შეასრულა ვინაიდან არ არსებობდა არც ერთი კითხვის ნიშანი და დაადასტურეს სტრასბურგის სასამართლომ არ არსებობს კითხვის ნიშანი ნიკა გვარამიას დამნაშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ ფაქტობრივად გუშინ წინ მივიღეთ უმაღლესი ევროპული ინსტანციისგან კიდე ერთხელ დასტური მათთვის, ვისაც შეიძლება ეს არ სჯეროდა, ვისაც სისხლისწამალის დამნაშავე, ერთი და მეორე არ არსებობს არანაირი პოლიტიკური გამართლება მისი შეწყალებისა, ვითომ დეპოლარიზაციის მიზნით. ეს ჩანდა კიდევაც, იმიტომ რომ ეს განმარტებაც კი არ გააკეთა, იმიტომ ხდებოდა, რომ რაც არ უნდა განმარტება გაიკეთებინა, იქნებოდა უარგუმენტო და არავინ ამას არ დაეჯერებდა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც რაც იქნება დავალება, ზუსტად იმას შეასრულებს. ნიკა გვარამიას შემთხვევაში და იყო დავალება და აზრი ზეწოლის სწორედ ის იყო, რომ გარეთ ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც შეუძლია რადიკალური დღის წესრიგი ჩამოაყალიბოს, რაც შეეხება ამ შემთხვევაში ჯერ ნახოთ, არ ვიცი მე, სასამართლო რას გადაწყვეტს მის დამნაშავებასთან დაკავშირებით, ჯერ ბატონო, ხო არ ვიცი, ჯერ არ არის განაჩენი არ ვიცი ჩვენ სასამართლოსი დამნაშავედ იქნება ცნობილი თუ არ იქნება დამნაშავედ ცნობილი, თუმცა იცით რომ არის პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა, ნახოთ რა სიტყვის სასამართლო და გამოჩნდება შემდეგ ზუსტად მოიქცევა ზუსტად ისე, როგორიც იქნება დავალება. გამჭვირვალობაზეც დაგისვამთ თუ შეიძლება. რაც შეეხება NGO-ებს, ოპოზიციას და ასე შემდეგ, მათი კეთილსინდისიერება ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ბოლოჯერ მას შემდეგ რაც სტრასბურგთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით თქვა ისაც თქვა, რომ ეს NGO-ები უბრალოდ ატყუებდნენ ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ამ შემთხვევაში ნდობა არ არსებობს მათ მიმართ, ამის თქმა მინდა. ყოველ ჯერზე რუსთავი ორის საქმეზეც იგივეს ამბობდნენ, მელიას საქმეზეც იგივეს ამბობდნენ, გვარამიას საქმეზე იგივეს ამბობდნენ. ბევრ აი ესეთ საქმეებზე ამბობდნენ ერთი და იგივე, ეს არის პოლიტიკური მოტივირება, ყოველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ ისინი ან არიან სამართლისში არ ცოდნი ადამიანები და ვერ ერკვევიან და არ ყოფილი ცოდნა ამისი, ან განზრახ ატყუებენ და შეცდომაში შეყავთ საზოგადოება. მე უფრო მგონია, რომ ეს არის მეორე, რომ ეს არის განზრახი ქმედება და რა თქმა უნდა ეს პრობლემურია, ვინაიდან ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან, როცა უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება და დეზინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი
და ამიტომ ამერიკის სამოძებათ თუ არა ახალგაზრდა აუ ერთი მინუტი შეიძლება უგეთ კიდევ ერთხელ ჯერ არ ვიცით რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება თუ დავეყნობით პროკურატურის მტკიცებულებებს ბრალის არსი მდგომარეობის ის რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუგიდა მეორე ადამიანს თუ კი ვინმე იტყვის რომ არსებობს რაიმე მიზანი რომელიც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება აი თქვანა ერთი ამ ადამიანებმა თქვან რომ არსებობს ხანდახან შეიძლება გამართლეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწერვა სიკვდილისთვის. აი ეს არის ამ სწორედ მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი, როდესაც ეს იმ მორალისა, რომელიც 100 წლის წინ იყო რევოლუციური გამონათქვამები, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ამიტომ კიდევ ერთხელ არ ვიცით რა იქნება გადაწყვეტილება, შევხედოთ, რაც შეეხება წინსწრებით ამ გამართლებას. გამჭვირვალობაზე ბატონო საფრანგეთი იღებს ცხოვრი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს და თუ შეიძლება ამას უღორეთ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი ევროპული მომავლისთვის დასჯისა. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. თქვენ თუ ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა მაშინ თქვენ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგო არის ძალადობისა, ევროპა არის საწინააღმდეგო ერთი ადამიანის მხრიდან მეორის ცეცხლის წაკიდებისა. ვინც ამას ხალხაშორის მართალი რამე ერთი კი თქვით. ამაში უცხოურ დაფინანსებით ხდებოდა ზუსტად ამის პოპულარიზაცია. შეგახსენებთ ორგანიზაცია სირცხვილიას კამპანიას, რომელიც ევროპის დემოკრატიული ფონდისგან ფინანსდება, რომელსაც ჰქონდა კამპანია მე ვესროლე. და ქონდა ზედ გამოსახული მოლოტოვის კოქტეილის ბოთლი, ცეცხლ წაკიდებული და ქონდათ კამპანია, რომ რაც ნიშნავდა იმას, რომ მე რომ ყოფილიყავ იმ ადგილას, მეც ვისროდი, ხო, მე კამპანიის არსი ეს იყო. მათ შორის კანცელარიასთან აქციაც კი მოაწყო ევროპულმა საქართველომ ამ სლოგანით, რომ მე ვესროდი და რა თქმა უნდა ესროლო და ერთ-ერთი ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრი იყო ამ აქციის მონაწილე. აი ეს არის სწორედ ზოგიერთი მართლა ჰგონია, რომ ძალადობა არის ევროპა და ეს არის პრობლემა და ეს არის ნაწილი დეზინფორმაციისა და პირველი პუნქტი მე-9 პუნქტიდან პირველი რომ უნდა აღიკვეთოს ესეთი დეზინფორმაცია, როცა ხდება გაიგივება ძალადობისა ევროკავშირში. ბატონო შალო უცხოურ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს გითხავთ. შეიძლება რიგში ჩავკები. რიგში ჩავკები შეიძლება. კანონპროექტის სავარაუდო ვერსიას გულისხმობ მეგობრებთან პროპაგანდასთან დაკავშირებით. ასევე ამას ინტერნეტში და ასევე ევროპის ადამიანის ხასუსავენ იმას რომ ეს არის რო იცით რა საპასუხო არგუმენტები შეიძლება დაინიცირდა კონსტიტუციური კანონის პროექტი, იქნება საყოველთაო სახალხო განხილვა, ყველა მოისმენს ხალხის მოსაზრებას, ყველა მოისმენს შინაარსი რა არის ამის განმარტებას, ჩვენთვის მთავარი არის საქართველოს მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება არის ქართული ხალხის ინტერესის გატარება. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია პროცესი, მათ შორის კარგია ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თქვა, რომ მიიღებენ მონაწილეობას ამ განხილვებში. იქნება განხილვები, მედიასაც ექნება საშუალება გააშუქოს, საზოგადოებას ექნება საშუალება ამაზე ისაუბროს. ეს არის დემოკრატია, რაც დემოკრატიული პროცესია ზუსტად ეს. ბატონო შალო უცხოური გამჭვირვალობა შეიძლება რიგში ვიყავი და შეიძლება ვიცოდა უფაებში. კარგით გისმენთ. საფრანგეთში იღებენ საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტს მაკრონის პარტიის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყნის ინტერესების მქონე ორგანიზაციების რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭვირვალობას. გაგახსენდათ ალბათ შარშანდელი მოვლენებიც, ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ გახდა მიუღებელი საქართველოში მსგავსი ინიციატივა და თუ ხედავთ პირდაპირ პარალელს? ჩვენ ნახეთ რამდენჯერმე სამწუხარო დამოკიდებულება არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი, რომ ის რაც შეფერის იუპიტერს არ შეფერის ხარს და ჩვენ ზოგიერთ გონი ვართ ხარი. ისაც მისაღებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისაც მისაღებია რომ განიხილებოდეს ევროპარლამენტში, მისაღებია სხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ჩვენი 3000 წლიანი სახელმწიფოებრივი ტრადიციით და ასე შემდეგ, რომელსაც გვაქვს უფლება ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ გარე გავლენებისგან. ასეთი დამოკიდებულება სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს, მაგრამ ქართულმა ხალხმა მე მგონი ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან
რომ თითქოს ყველაფერი არის გამჭვირვალე და დღეს ყველა გაჩუმდა. ვერავინ ვეღარ ამბობს რომ არის აბსოლუტური გამჭვირვალობა, ვერც უცხოელი აქტორი, ვერც ქართველი აქტორი, ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს რომ აქვთ NGO-ები და მე ამართლებენ რომ რა პრობლემა არის რომ ჩვენ შორი ახლოს ყავდეს NGO-ები, პრობლემა ის არის რომ უცხოურ ფულს იღებენ. ისინი იმ მომენტში, როდესაც ხელს კიდებენ უცხოურ ფულს, იმ მომენტში ისინი აღარ არიან უკვე ქართული ხალხის ინტერესის წარმომადგენელი და ქართული პოლიტიკოსი, არამედ არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებელი. ეს პირდაპირ ჩანს შემდეგ მათ პოლიტიკურ განცხადებებში. ამიტომ იყო რომ ისინი მხარს უჭერენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. იმიტომ მათ ვალდებულებები აქვთ იმ ქვეყნების მიმართ, რომელსაც ინტერესი აქვს რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს. ამიტომ არის რომ ითხოვდნენ, რა ვიცი, მოხალისე მებრძოლების გაშვებას უკრაინაში თუ დაგვაუწყდა ეს ყველაფერი. აქციას აწყვეტდა ნაციონალური მოძრაობა აეროპორტში ცალკე და პარლამენტთან ცალკე, რომ გაგვეშვა სახელმწიფოს მთავრობას თავის თავზე აეგო ლოჯისტიკა მებრძოლების გაშვებისა უკრაინაში. რომელმა ქვეყანამ გაუშვა და ვინ ყვიროდა გაუშვითო ის NGO-ები ხარ ზუსტად რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომელიც ამბობდნენ რომ ეს რა სირცხვილია და ტყვეების ცეცხლი რომ ერჩივნათ ასეთ მშვიდობას. აი ეს არის პრობლემა საერთო ჯამში და რაც შეეხება ამ რეგულაციას ყველა დარწმუნდა, ხო, გავიდა 1 წელი, ყველა ნახა რომ NGO სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი საქართველოში, ყველამ ნახა რომ არსებობს ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ უხეშად და მალავს თავის დაფინანსებებს და მიუხედავად პირდაპირ მოწოდებებისა, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზს უსვა ჩემი პირადი შეხვედრების და მოწოდებისა, რომ გაასაჯაროონ, ასე ერთ ყუში შეუშვებენ, მეორეში გამოუშვებენ, არაფრად არ დაგიდიან ქვეყნის ინტერესს და ქართული ხალხის ინტერესს და დამალული აქვს თავისი დაფინანსებები საქართველოში, რაც არის პირდაპირ უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის, ხელისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობ, რომ აი ჩამოვდივარ შენ ქვეყანაში, დავხარჯავ ფულს, მეყოლება ჩემი NGO-ები, რომლებიც მე შენ დაგიწყებენ შეტევას თავდასხმას სასამართლოზე, პარლამენტზე, ასე შემდეგ, აი ამას გავაკეთებ და თან პასუხსაც არავინ არ მომთხოვს. აი ასეთი სამწუხარო უხეში ჩარევები გვაქვს ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ ჩვენ ამიტომაც არის რომ დღეს საზოგადოება განსხვავებით შარშანდელი პერიოდისა არის აბსოლუტურად გათვითცნობიერებული ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს პრობლემა, რომ ჩვენ პოლიტიკაში ხდება უცხოური ჩარევა, სხვადასხვა მხრიდან ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისა და ეხლა ის გაგვაკლა რომ კიდე სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევები, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩარევები არის. საარჩევნო კოდექსში შესატანცრილებებზე მინდა გკითხოთ, რომელიც ეხება ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმებას და მეორე ტურის გაუქმებას, აი რამდენიმე წუთის წინ მაგალითად ბექანი ლურიშს ხონდა ბრიფინგი და მას აქვს თქვენთან შემოთავაზება, რომ იმ შემთხვევაში გაუქმდეს მეორე ტური, თუ კი ერთი კანდიდატი მეორეზე ორჯერ მეტხმას აღიღებს. და ზოგადად თქვენი ოპონენტები აკრიტიკებენ იმ ფაქტს, რომ ეს 40%-იანი ბარიერი უქმდება. ასევე დელეგატის ესეთ ხერხსო და ეხლა ქართული ოცნებას ნაცებს დაიმსგავს. დიახ, რა იქნება თქვენი პასუხი და ზოგადად ამ ცვლილებებზე რომ იქნება განხილვები პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმე საერთო ინიციატივა შოლიეკ წარმოადგენოს და მე მგონია ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, არანაირი ბარიერთან დაკავშირებული რაიმე სპეციალური ინტერესი პოლიტიკური არ არსებობს. ეს არის სუფთა პრაქტიკული საკითხი, რომელიც აჩვენა გამოცდილებამ, რომ ხდება ასე ვთქვათ, ფუჭად ხარჯვა რესურსისა, მათ შორის საბიუჯეტო რესურსისა მეორე ტურებისთვის, როდესაც მინიმალური სხვაობის გამო საჭირო არის ხელახლა როგორც კომისიების, ისე სხვა რესურსის დახარჯვა. და ამის სტატისტიკაც არსებობს და როცა იქნება განხილვები კომიტეტებში, ამას თვითონაც ნახა. რაც თავად ძალიან კარგად იცის თავად ოპოზიციამ, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ ტექნიკურ შემოთავაზებას არ აქვს. თუ არა და იქნება ღიამჯელობა და იქნება ამის საუბარი. სააკაშვილზე გითხავთ, მან გუშინ ისაუბრა, რომ თუ ოპოზიცია წვრილმანებზე დაეშვება და უფრო დიდ თემებზე არ გადავიდნენ, შეიძლება პატარა პარტიებმა ვერ გადაალახონ ბარიერი და ამ შემთხვევაში მას ჰქონდა მოწოდება საკუთარი პარტიის მიმართ, გამარჯვების პლატფორმის მიმართ, რომ სწორედ ისინი უნდა იყვნენ ერთპიროვნულ ბრძოლაში და უნდა გაიმარჯვონ ამ არჩევნებში. სააკაშვილის პროგნოზი, ბარიერის პრობლემა პატარა პარტიებს და პროგნოზი, რომ გაიმარჯვოს მისი გუნდი. ვერაფერს გეტყვით, ანუ კიდევ ერთხელ ხა მე მგონი აღარ ღირს კომენტარის წესით არ უნდა ღირდეს კომენტარის გაკეთება სისხლის სამართლის დამნაშავეს განცხადებებზე, მაგრამ სამწუხაროდ აქაც ჩაგვაყენა ზოგიერთმა ჩვენმა ევროპელმა მეგობარმა, როდესაც ის სასჯელის და გვერდის ავლით და ქართული სანქციების გვერდის ავლით
ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. ზუსტად იმ კაბინეტებში, სადაც დღეს ადეშუს ხედავთ, იმ კაბინეტებში დაიარებოდა, ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე პატიჟებდნენ და ამითი რა თქმა უნდა მას აგულიანებდნენ იმისთვის, რომ გაეგრძელებინა თავისი რადიკალური დღესდღეობით საქართველოში. მაშინ ჩვენ ბევრმა უცხოეთში გაგვწირა. ქართველი ხალხი გაწირა იმისთვის, რომ ასე ჩუმად შემოპარულიყო სააკაშვილი და რომ არა, ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის მოქმედება, რომელმაც დროულად გამოავლინა და დაიჭირა სააკაშვილი და ზის ახლა იქ სადაც ზის, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ვინ იცის რა გვექნებოდა ჩვენ დღეს, რა გვექნებოდა იმ დღეებში, ვისი ტყვია გავარდებოდა, ვისი ტანკი დადგებოდა მერე თბილისის ქუჩებში, აი არავინ არაფერი არ იცის და დღეს როცა გველაპარაკებიან ჩვენ მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე, ზუსტად აი ამ სასამართლომ გამოიტანა განაჩენები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს საქმიანობა სტრასბურგმა უკვე რამდენჯერმე მოიწონა ასეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც გეუბნება პოლიტიკურია. სად არის ბოდიშები იმ ხალხის, რომელიც ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს და აგულიანებდა მას ამ საქციელისკენ და კიდევ ერთხელ რომ არა ჩვენი სუსი პირდაპირ რომ არა სუსის მოქმედება და გამოვლენა საქართველოში იქნებოდა ისეთი მდგომარეობა, რომელიც რთულია კიდევაც რომ განჭვირდა. ჩვენ ფაქტობრივად გაგვწირეს აბსოლუტურად არეულობისკენ, ისე რომ შემდეგ არც არავინ წუხილი გამოხატა, არც არავინ ბოდიში მოიხადა, არც არავინ თქვა რომ რა ვიცი არ გვეგონა თუ ამას დააპირებდა. დღემდე მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, დღემდე გვესმის ზოგიერთ უკრაინელი პოლიტიკოსისგან ქედმაღლური განცხადებები, რომ უნდა გადავცეთ თურმე მიხეილ სააკაშვილი და ასე შემდეგ. დღემდე ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, ბოლო კონგრესზეც, ხომ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღემდე ამ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ კრიმინალს, ჩვეულებრივად იწვევენ ამ კონგრესზე. თუ კი სადმე რაიმე კეთილსინდისიერების პრობლემა არის ზუსტად აი ასეთ ჯგუფებში. როდესაც მიხეილ სააკაშვილის კრიმინალის, რომელიც კიდევ ერთხელ ადამიანის წამების სისტემა შექმნა საქართველოში, როდესაც მას ხელს ართმევდნენ და დღეს მეგობრად მოიხსენიებენ და მათ შორის ამას წინ განცხადებები მოვისმენთ, რომ ის იყო მოდერნიზაციის, რა ვიცი მე, მოტორი თუ ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ასე ვერ ხედავენ თუ რა არის სამართალი, რა არის კანონი, რა არის დემოკრატია, ასე ვერ აღიქვავენ, ასე თქვა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან შემდეგ მითითებებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შენიშნოს ვერ მივიღებთ. იმიტომ რომ შეუძლებელი არის, როდესაც ასეთი საქციელი პროგნოზი არის მარტივი და ამას ხედავს ყველა კვლევიდანაც ჩანს, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს და ჩვენ ფაქტობრივად არის დიდი შანსი რომ გქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა, რაც შეეხება სხვა პარტიას, მე მგონი ყველა თვითონაც აღიარებენ, ხომ? ნაციონალ მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს შანსი რომ გადალახოს ბარიერი და ისე მიდის მაგათი საქმე, რომ მე მგონი მანდაც პრობლემები შეიძლება შეექმნათ, სხვა დანარჩენი ყველა პარტია თავადვე აღიარებს, რომ იქამდე მიიყვანეს საკუთარი თავი, რომ შანსიც არ აქვს რომ გადალახონ ბარიერი. აი გუშინ იყო გამყიდვის საგანი თქვენი ბრძანება, რომელიც ერთი წლის წინ გამოეცით, რომლის მიხედვითაც იყენებთ თქვენს უფლებას, რომ დეპუტატები არ შეუშვათ მიხეილ სააკაშვილთან გვახსოვს მაშინ დასაბუთებული იყო ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის უკიდურესი მდგომარეობით და საფრთხეებით. გარდა ამისა, სასამართლო პროცესიც არ გამართულა, სარჩელი აქვს ამ საქმეზე, თამარ კოძაეს ერთი წელი გავიდა სასამართლოს ერთის ხდომა ჩანიშნულა. ახლა უკვე როცა საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოიხსნა ბატონო შალვა, ალბათ ფიქრობთ რომ მოიხსნა, ხომ არ აპირებთ რომ გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას. უბრალოდ ყოველსა კარგია რომ ადასტურებთ ჯანმრთელობის პრობლემის საკითხი მოიხსნა, როგორც ჩანს მოუხდა მათ შორის პატიმარს რომ მას ყოველ დღე როგორც მქონდა წესად ჩამოყალიბებული, არ ყავდა პოლიტიკოსები და ზედმეტად ემოციურად არ თვითთავდნენ მას, ასე რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო მათ შორის მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღებისა. მეორე რაც შეეხება ამ სარჩელს და გუშინ მოვისმინე და ანუ უკვე სასაცილოა საერთო ჯამში. ანუ აი ამდენი ხანია დღესაც ხო ვისაუბრე და ამ შეხვედრებზე სადაც ხალბატონი თამარ კორძეც ესწრებოდა ხოლმე თქვა ბოლო 9 პუნქტთან დაკავშირებით ან სხვა NGO სექტორთან და ოპოზიციის მონაწილეობით მართლმსაჯულების გამოწვევებზე ვსაუბრობთ, აი რო აქვს საუბარი რო პოლიტიზებული ასე შემდეგ, სულ ამბობთ ხოლმე, ჩვენი სტანდარტული კითხვა, რაც არის დიდი კონფერენცია, დაასახელეთ გადაწყვეტილება სასამართლოსი, რომელზეც ფიქრობთ, რომ იყო უსამართლო. აი 1-2 გითხარით, რომ აი თან გამოჩნდება, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. რა თქმა უნდა,
ხარვეზები ყოველთვის არის, ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილები შეიძლება დაკორექტდეს, მაგრამ აი გითხარით უსამართლოდ ვერ ასახელებ, ვერ ავსდროს. როგორც ჩანს, ხალბატონმა თამარმა იფიქრა და მოიფიქრა ახლა და გუშინ დაასახელა მისი საჩელი მიხეილ სააკაშვილთან შესული საკითხთან დაკავშირებით, როგორც მაგალითი ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევისა. მე ვფიქრობ, რომ ის რომ ჯერ არ ჩანიშნულა სხდომა, ეს მისთვისვე კარგია. როგორც კი ჩაინიშნება, შემდეგ ხომ მას მოუწევს მტკიცება იმ არგუმენტებისა, რომელიც აქვს და მე ხომ გაირკვა, რამდენად აბსურდული არის მისი მოთხოვნა და ახლოსაც რომ არ არის სამართალთან. ამიტომ მე მგონი მისთვის სასარგებლოა და მის ადგილას პირიქით იმას ვინატრებდი, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი არ შეენიშნოს, რაც შეიძლება დიდი ხანი არ გამოჩნდეს და საზოგადოებამ არ დაინახოს, რამდენად აბსურდული არის მოთხოვნა. კიდევ ერთხელ განმარტავ, რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლებას, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლება. თავმჯდომარის რეგლამენტით არა, კანონით მინიჭებული უფლება არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც მას შეუძლია მისი გადაწყვეტილებით მიანიჭოს სხვა დეპუტატს. აი ეს არის როგორც მოქმედებს ქართული მართლმსაჯულებელი და მათ შორის ეს უფლება, არანაირი უფლება დეპუტატის ეგ შესვლის არ არსებობს. მინიჭება. რომ თავმჯდომარემ უნდა მიანიჭოს. აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. არა. უყურეთ, რეგლამენტში და კანონში წერია, რომ ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, ვინაიდან მას აქვს უფლება, მიანიჭოს რომელიმე წევრს ეს უფლება. მიანიჭებს თუ არ მიანიჭებს, ეს არის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესი, საჭიროა თუ არა. არ ვაპირებ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ შედეგი არის კარგი, რომ განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა როგორც ჩანს, თვითონ როგორც ამტკიცებდნენ ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად ეს პატიმარი. ამიტომ კარგი გადაწყვეტილება და პირიქით მე მგონია უნდა მიესალმო ამ გადაწყვეტილებას.